პოლიტიკური პარტია ხარ ემზადები ან არჩევნებისთვის, ან რევოლუციისთვის. ამიშლები. მართებაში ან მიდიხარ პოლიტიკიდან. რისთვის ემზადება ოპოზიცია? არავინ არის ახლა ვინც რევოლუციის რამეს ემზადება, არავის არ აქვს პრეტენზიაც კი და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კითხვა ჩვენს რო გვიჩნდება, ჩვენ პარტიაში დიდი ხანია განხეთქილება გვაქვს ამის თაობაზე. რომ იაგო ამბობს, რომ მოსყიდულები არიან და მე ვამბობ, რომ იდიოტები არიან მეთქი, მაგრამ ვერ შევთანხმდით. მიუხედავად ისე, რომ ბოლო დროს მე უფრო ვიმხრები იაგოს ხარეს, იმიტომ რომ ასეთი მასშტაბი არადეკვატურობის მაინც სულად დაჯერებადია, მაგრამ ეს ხო ელემენტარული საკითხია. პოლიტიკური პარტია ხარ. თბილისი ოპოზიცია ხომ მოიგო ჯამურად. თბილისის არჩევნებზე ხო არავის არ ქონდა რამე პრეტენზია გაყალბეს. მე მომისმენ მენია ლენტეხზე, ნანახი გვაქვს მარნეულზე, რა ვიცი, უამრავი სხვა დარღვევა გვინახა. თბილისის პრეტენზია ხო არავის არ ქონდა. ოპოზიცია რო ადეკვატური იყოს. კაი, წავაგეთ არჩევნები თუ გაგვიყალბეს არჩევნები თუ ასე მოხდა ისე, მაგრამ ხო შეგვიძლია აი ერთი ქალაქი გაქვს, რომელიც აი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია, ეკონომიკის, რა ვიცი, მესამედია, მოსახლეობის დიდი ნაწილი აქ ცხოვრობს და იცი რომ აქ გაკონტროლებად შეგიძლია, ხალხი ნაკლებად რეაგირებს ადმინისტრაციულ ზეწოლაზე, ინფორმაციის სტომა მარტივია, არა მარტო ტელევიზიის პირადად კომუნიკაციის ხარჯის უფრო მეტი შეგიძლია გააკეთო. მოიგი არჩევნები და გაერთიანდი, მაგათ იპოვე პატრიოტული ადამიანი არა, ვიღაც თქვა გაურკვეველი პოლიტიკოსი, რომელსაც უკვე ბევრჯერ სადად არაფერი არ გამოუვიდა. არამედ მართლა იპოვე ადამიანი, რომელსაც თბილისელები აერჩევენ, იმიტომ რომ უნდათ უკეთესი მერი. რა პრობლემა, კალძეზე უკეთეს ვერ იპოვით? ხო, მარტივი ამბავია, მაგრამ ეს სცენარი ხო რაღაც უტოპიურად გამოიყურება, რომ ეხლა ეს ოპოზიციური პარტიები, რომელიც ელემენტარული პოზიცია ვერ ჩამოაყალიბებს ვერაფერზე, არჩევნები როგორი უნდათ ის კი არ იციან საბოლოო ჯამში. ეს პოლიტიკური პარტიები რო გაერთიანდებიან, დასხდებიან და დათმობენ თავის რაღაც პოზიციებს, მათ შორის რომ რაღაც პატრიოტული ადამიანი გახდეს თბილისის მერი და ამით თუნდაც ქართული ოცნების ლეგიტიმურობა დააყენო ჭიშკარში, იმიტომ რომ თუ თბილისს დამაჯერებლად მოიგებ, ეს ხო ბუნებრივად გააჩენს კითხვის ლეგიტიმურობას. და ხო ეს იქნება დიდი ტრამპლინი ოპოზიციისთვის შემდეგი არჩევნებისთვის. ფაქტია, რომ თავის თავს რესურსს აცლიან. აცლიან ადამიანურ რესურსს, იმიტომ რომ მე დღეს ხო მაგალითად ცხადია, რომ პარლამენტში უნდა შესულიყო. აი რა ხერი, რა მიიღეს, რომელი არის ხა ბედნიერი, რომ პარლამენტში არ ზის მარტო გახარებები არიან ხო პარლამენტში. დარჩენ ყველა გამოვიდა. რა ხერი ამის? ეხლა რამე ხერი არის ამ პროცესისგან? ვინმე გრძნობს, რომ გაძლიერდა ოპოზიცია. იმაზე რა ქვია, ადამიანურ რესურსზე უარი თქვეს, პოლიტიკურ დისკუსიებზე უარი თქვეს. ქართული ოცნება რომ კონვერით სულ კანონებს იღებს და დებატებში არ იღებს მონაწილეობას. პარლამენტში ხო ვერ გაიქცეოდნენ დებატს. საპარლამენტო არჩევნების წინ ბოლო გზანილი რაც ამორჩეულს უთხარით, აი ბოლო ვიდეო რაც დავდეთ ჩვენ. იყო მარტივი ვიდეო იყო ჩვენი ხალხის გაკეთებული. საერთოდ თავი გზანილი იყო დაფიქრდი. ჩვენ ამორჩეულს მოუწოდეთ, ჯერ დაფიქრებულიყო და მერე გააკეთებიდან გადაწყვეტილება. ამორჩეულის დიდმა ნაწილმა სხვანაირად მოიქცა, აყვა სხვა ისტორიკებს, ზოგი ხმა არ დაიკარგაო, ნაცები მოდიანო და ასე შემდეგ და ბევრი ხმა ასე დავკარგეთ. მათ შორის ეს იყო მიზეზი, რატომ ვერ გადავახეთ ბარიერებს, მაგრამ ერთადერთი პარტია ვიყავით, ვინც ამორჩეულს მოუწოდებდა დაფიქრებულიყო. უბრალოდ შეხედა, რომ აი რასაც ხედავს, ეს სპექტაკლია დადგმული იმისთვის, რომ მოატყოს, რომ რომელიღაც ძალა მოიგებს, ну, ხო შემთხვევაში ქართული ოცნება, გააგრძელებს ამორჩევის გაპარსვას, შეზღუდვას და აი ამ მათ შორის ფულს ინვესტიციას გააკეთებს იმაში, რომ აი ეს სპექტაკლი გაუგებარი, აუხსნელი, რომელიც მეც არ მესმის, თქვენც არ გესმის და გესმით და საბოლოო ჯამში კონკრეტულ პასუხებსაც ვერ ვიღებ. ხო, და აი ეს გრძელდებოდეს, რომ ამორჩეული სულ დაძაბული იყოს, რაღაც ბრძოლა მიდიოდეს, რომ ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ რუსთავაზე გამოხვედი უკვე გმირი ხარ და რაში გამოიხატება ეს გმირობა, არ აქვს მნიშვნელობა და როგორ მივახცევ შედეგს, არ აქვს მნიშვნელობა და არჩევნები როგორ მივიღო, არ აქვს მნიშვნელობა, არის ფიქრო, თავარი ემოციას აყვე. იქიდანაც გლობალური ომის პარტია და ხან რომელიც deep state-ად იქცა, სხვა LGBT პრობლემები და ასე შემდეგ. ეხლა ნარკოპოლიტიკას ებრძვიან, რომელიც აი აბსურდია, იმიტომ რომ უვადო პატიმრობით ისჯება ფაქტობრივად ის მუხლები, რომლებიც გაამკაცეს და რა გაამკაცეს, ხელფეხებს დააჭრიან ხალხს, ციხეში სამგაუშვებენ თუ რა იქნება. მაგრამ ეს ხო ერთი დიდი სპექტაკლის ნაწილი, რომ ხალხი არ დაფიქრდეს. და ჩემი იმედია, რომ აი ეს არადეკვატურობას რო ხედავენ, რომ ხო ადამიანი ხო აკვირდება, ყველა სამწუხაროდ არ აქვს იმდენი დრო, რომ ბევრი იფიქროს პოლიტიკაზე, ცხოვრება რთული აქვს, სამსახური აქვს და შემდეგ. მე მაქვს იმედი, რომ ქართული ხალხი დაფიქრდება მართლა შემდეგ არჩევნების წინ, ან ზოგადად დაფიქრდება და დაინახავს, რომ ეს სპექტაკლი იმიტომ არის დადგმული, რომ ისინი გაძარცვონ პირველ რიგში. და თუ დაფიქრდება და შეხედავს პოლიტიკურ როლს, მე უბრალოდ ვერ ხედავ უბრალოდ ჩვენს იქეთ რა არჩევანი. იმიტომ რომ იდეალურები ვართ, აი შეხედეთ ჩვენ აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ხა პოლიტიკური პარტია ვართ ოპოზიციაში, რომელიც პროამერიკული პარტია ვართ. და მთელი ოპოზიცია ლანძღავს ტრამპს. ისეთ სიტუაცია რომ სულ ასე ჩვენ ვამბობდით რაღაც იდეებს რომ ვიცავდით დაწყებული იმით რომ აი პოლიტიკური პროცესი მნიშვნელოვანია რომ ლაპარაკი აქვს მნიშვნელობა, არ შეიძლება გაიბუტო და არ შეიძლება დაიმალო, თელმა ოპოზიცია დაიმალა, შეწყვიტა ლაპარაკი. თუ ამას შეხედავს ამორჩეული, ხო მიხვდება რომ ეს გამოსავალი არის. თუ ამერიკელობა აღელოს ამორჩეულს,
გირჩი უნდა აერჩიოს, თუ უნდა რომ პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს და დისკუსია დაიწყოს, გირჩი უნდა აერჩიოს, მაგრამ ამ ვითარებაში წარმოგიდგენიათ, რომ მაგალითად გურჯაანში თუ რა წყლის პრობლემა, აი როგორ უნდა ვიდისკუტიროთ ამ თემაზე, როცა ასეთი ბარდაგია ქვეყანაში. ხო და ეს ხო მათ შორის ოპოზიციის დამსახურება ქართულ თემას აწყობს, რომ ასე ხელისუფლებას ინარჩუნებს, ანუ ოპონენტებს კლავს. ნიხილივს აღვივებს, მაგრამ ხო არის ამოჩილი, ვისაც ეს არ მოსწონს. თუ ეს ჩემი კოლეგა ოპოზიციონერი იგივე მდგომარეობაში დარჩებიან, იმიტომაც თქვა იაგო, რომ ჯობია საერთოდ წავიდნენ. სხვა პროფესიით დაკავდნენ. რაღაც გააკეთონ, იმიტომ რომ თუ არ გინდა პოლიტიკოსობა, თუ არ გინდა ლაპარაკი, თუ არ შეგიძლია დებატებში მონაწილეობა მიიღო და სამომავლო ზრუაბიშვილთან დახვრილ კარს მიღება რაღაცები უნდა იჭორაო. ოკეი, ეს ყველაფერი აქვს პოლიტიკის გარდა. ამიტომ ჯობია წახვიდე, ველი გაანთავისუფლო, შენი მედია დახურო და კი უთანასწორო ბრძოლა იქნება რაღაც ეტაპზე ქართულ ოცნებასთან, მაგრამ საბოლოოში ქართული ხალხი გამოფხიზდება და ქართული ხალხი ყოველთვის უფრო ძლიერი იქნება ვიდრე კონკრეტული პარტია.